Გამოვთვალეთ 0 plus y plus -7, როცა y უდრის -3-ს, y უდრის 0-ს და y უდრის 7-ს. ესე იგი, მოდი ავიღოთ პირველი შემთხვევა, როცა y არის -3 სტოლი. ახლა ნახოთ. 0-ს უნდა დავუმატოთ -3, ესე იგი 0-ს დამატებული -3 და შემდეგ ამას კიდევ დამატებული -7. რადგან აქ 0 გვაქვს 0 არაფერს ცვლის ამ გამოსახულებაში, ამიტომ სინამდვილეში ეს არის იგივე რაც -3-ს დამატებული -7. მოდი გავიხსენოთ და გავიაზროთ საერთოდ რა ხდება რიცხვით ღერძზე აი ამ სიტუაციაში. ესე იგი, აქ თუ მაქვს რიცხვით ღერძი, რა თქვათ აქაა 0, მე -3-ის დამატება მეუბნება რომ 0-დან უნდა წავიდე 3-ით მარცხნივ. ესე იგი, აღმოჩნდა აი აქ -3-ზე. აი ამას მეუბნება 0-ის უბრალოდ -3-ის დამატება. აი ეს არის მთელი იდეა -3-ის დამატების. ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, -3-ის დამატება მე მეუბნება რომ -3-ის აბსოლუტური მნიშვნელობით გადავდივარ მარცხნივ, რაც არის 3. ესე იგი, 3 ნაბიჯით მარცხნივ მივდივარ. ეგ არის და ეგ. ახლა -7-ის დამატება ამისთვის მეუბნება რომ მე კიდევ 7 ნაბიჯით უნდა წავიდე მარცხნივ. მოდი სხვა ფერით ვიზამ პრინციპში ამას. -7 რა ფერითაც მიწერია, იმ ფერით ვიზამ ჯობია. ესე იგი, მე -7-ის დამატება მეუბნება რომ მივდივარ -7-ის აბსოლუტური მნიშვნელობით, ანუ 7-ით მარცხნივ. და 7-ით მარცხნივ სად აღმოჩნდები? აღმოჩნდები -10-ში უკვე, ხო? იმიტომ რომ -3-დან გადავედი 7-ით მარცხნივ. ესე იგი, -10-ში მოხვდები. სხვაგვარად შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომ ეს ორი მარცხნივ გადასვლა შეგვიძლია გავაერთიანოთ ერთ დიდ მარცხნივ გადასვლად, სადაც ეს იქნება ჯამურად რამხელა, ანუ რამხელა გადასვლა იქნება მარცხნივ. ესე რომ დავწერო აქ ჯამი, ეს იქნება -3-ის აბსოლუტური მნიშვნელობას დამატებული -7-ის აბსოლუტური მნიშვნელობა, ეს არის რა სიდიდით გადავედი, მაგრამ მიმართულებაც რომ ვაჩვენოთ, რა მიმართულებით მივდივარ, წინ უნდა დავწერო მინუსი, იმიტომ რომ ესენი ორივე დადებითი იქნება, ხო? ანუ ესენი მხოლოდ სიდიდეს ამბობენ გადასვლის 0-დან და ნიშანი წინ გვეუბნება რომ მარცხნივ წავედით. და ეს რისი ტოლია? მოდი გავამარტივებ ცოტა ამას. ეს არის იგივე, რაც -3-ს დამატებული 7, რაც არის -10. ესე იგი, გამოდის, რომ საბოლოოდ -10 ყოფილა თურმე ამ გამოსახულების მნიშვნელობა, მოდი ეს შემოვხაზო -10. -10 ამ გამოსახულების მნიშვნელობა, როცა y უდრის -3-ს. კარგი, ახლა მოდი როცა y უდრის 0-ს რა ხდება? ნახოთ. ესე იგი, გვაქვს y უდრის 0-ს, ამ შემთხვევაში გვექნება ასეთი რაღაცა. 0-ს დამატებული 0, 0-ს დამატებული 0 და შემდეგ ამას დამატებული -7. ნუ, აქ უკვე ცალსახად ცხადია, რომ ნულები არაფერს შეცვლის და ეს გამოსახულება არის უბრალოდ -7. და ბოლოს გვაქვს მესამე ვარიანტი, როცა y უდრის 7-ს. და ამ შემთხვევაში გამოსახულება იქნება ასეთი სახის, ფერებს აღარ შევცვლი, 0-ს დამატებული 7 და დამატებული -7. პრინციპში ესეც საინტერესო არის და მოდი ამასაც გავაკეთებ უცებ რიცხვით ღერძზე. ესე იგი, მე თუ აქ მაქვს რიცხვითი ღერძი და თუ თქვათ აი აქ არის 0, 7-ის დამატება მე მეუბნება, რომ მივდივართ მარჯვნივ 7-ით. ესე იგი, ეს არის 7-ით მარჯვნივ წასვლა. და შემდეგ, სადაც მოვალთ, რა ადგილასაც მოვალთ, ხო? ამ შემთხვევაში 7-ზე მოვალთ. ამისთვის კიდევ -7-ის დამატება მეუბნება, რომ აქედან უნდა წავიდეთ 7-ით მარცხნივ. და 7-ით მარცხნივ წასვლა არის ზუსტად იმავე ადგილას დაბრუნება, საიდანაც დავიწყეთ. ამიტომ გამოდის, რომ 7-ს დამატებული -7, რაც იგივე რაც 7 - 7, არის 0. ანუ მოვალთ ისევ სათავეში. ესე იგი, ამ შემთხვევაში ამ გამოსახულების პასუხი იქნება 0.